ჯერ 16 წლისაც არა, ყველა არსენალის ამ მაგარ ბავშვზე ლაპარაკობს თინეიჯერი მაქს დაუმანი ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. შაბათს მას პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა, თან როგორი. ჯერ მხოლოდ 15 წლისა, უკვე ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელია და გუშინ ლიდსთან 5-0 ისე ითამაშა, რომ დღეს რიგითი ფანით დაწყებული ვიდრე რიო ფერდინანდამდე ყველა მასზე ლაპარაკობს. კეთილი იყოს შენი გამოჩენა დიდ საფეხბურთო სცენაზე, მაქს დაუმან. არსენალისა და ლიდსის მატჩში ის მოედანზე 64 წუთიდან გამოჩნდა და შეცვალა 23 წლის ნონი მადუეკე, რომელსაც მასთან შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელი ეთქმის. იმ მომენტში დაუმანი ზუსტად 15 წლის 7 თვისა და 23 დღის გახლდათ. ფლად პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ვერ გახდა, მაგრამ მეორე ადგილზეა. მასზე ახალგაზრდა დებიუტისას ასევე არსენალის ფეხბურთელი იყო ითან ვანერი 2022 წლის სექტემბერში ბრენტფორდთან 3-0 რომ ათამაშეს 15 წლის 5 თვის და 28 დღის იყო. დაუმანი, რომელიც პოზიციით გამთამაშებელია, მატჩში ძალიან თამამად ჩაერთო, არავის და არაფერს ერიდებოდა, კარისკენაც ურტყა და 95 წუთზე პენალტიც მოიპოვა, რომელიც ვიქტორ გიოკერეშმა გაიტანა. მოკლედ, დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. ის ულაპარაკოთ საუკეთესო 15 წლის ფეხბურთელია ინგლისში. სავარაუდოდ ევროპაშიც და ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც ეს არც მეტი, არც ნაკლები რიო ფერდინანდის სიტყვებია, რომელმაც ასევე თქვა, ხშირად მეუბნებიან ხოლმე არ გადააჭარბო შეფასებების დროსო. კი, მაგრამ ბისთვის ვართ ფეხბურთში. იმისთვის რომ გავერთოთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებით აუგრძოვანდეთ და ისინი შევაქოთ, დავაფასოთ. მე ეს მიყვარს ფეხბურთში. მინდა ვხედავდე, როგორ ჩნდებიან და ვითარდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები. როგორ იმაღლებენ დონეს და როგორ აყვარებენ თავს ყველას. სეზონის პირველ მატჩში, რომელიც არსენალმა მანჩესტერ იუნაიტედს 1-0 მოუგო, დაუმანი განაცხადში არ ყოფილა, ლიდსთან კი უკვე მოხვდა და ითამაშა კიდეც. 15 წლის ბავშვისთვის ძალიან უჩვეულოა ყველაფერი ის, რასაც მაქსი მოედანზე აკეთებს, ამბობს არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა. დაუმანი ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, 14 მატჩში 4 გოლი და პოზიციით ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, თუმცა თამაში ფლანგზეც შეუძლია. პრემიერლიგის მომდევნო ტურში 31 აგვისტოს არსენალს ტოპ მატჩი უწევს ლივერპულთან, ენფილდზე და ყველაფერთან ერთად, ამ თამაშს მაქს დაუმანის გამოცდა ველოდებით.